საკანონმდებლო პაკეტი ავტომობილის მართვის უფლებების აღსადგენად მომავალი წლიდან მოქალაქეებისთვის ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება. სიახლე შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა. ამნისტია არ გავრცელდება არც იმ პირებზე, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს და ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა. სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა მიზეზით 35445 მართვის მოწმობაა შეჩერებული. ცვლილების მიხედვით ასევე უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაძლებლობას აძლევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს. ყოველწლიურად დაახლოებით 20-25,000 მძღოლამდე ნასვამს ჩამოერთმევა და შეუჩერდება მართვის უფლება. აქედან გამომდინარე ის, რომ მეორეჯერ უფლება აქვთ მათ, რომ დაიბრუნონ მართვის მოწმობა გარკვეული თანხის საფასურად, როცა ნახევარი პერიოდი გავა უკვე სანქციის, ეს აღარ შეეძლებათ და შესაბამისად გაუქმდება ეს მუხლი, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის რთული სიტუაცია ამ კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ, რაც არის დაანონსებული ამნისტია, რაც შეეხება დაახლოებით 30,000 მძღოლამდე, აქედან 18,000 მძღოლი არის ნასვამ მდგომარეობაში ადრე მართვის უფლება შეჩერებული ადამიანები. მსგავს ინიციატივებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით. საერთაშორისო პრაქტიკა არ ითვალისწინებს მსგავს ამნისტიებს, მით უმეტეს ყველაზე მკაცრი მიდგომები არის განვითარებულ ქვეყნებში ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვასთან, ასევე იგივე ნარკოტიკული თრობის ქვეშ საჭის მართვასთან და დედამიწის ზურგზე არსად არ დაფიქსირებულა ის, რომ მსგავსი შემთხვევების გამო სახელმწიფოს ამნისტია გაეკეთებინოს 18,000 მძღოლზე. მოგეხსენებათ მძღოლები, რომლებიც ნასვამობის ასევე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს და მათი ის ქუჩაში გამოშვება ისე, რომ შესაბამისი გადამზადება არ ჩაუტარდათ, როგორც სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებშია, მაგალითად თუ ადამიანს შეუჩერდება მართვის უფლება, შემდგომ გადის სპეციალურ რეაბილიტაციის კურსს, იგივე ტრენინგებს და სხვადასხვა სასწავლო კურსებს, რომ ამ სერტიფიკატის საშუალებით დაიბრუნოს მან ან აღიდგინოს მართვის უფლება. რაც შეეხება ჩვენ შემთხვევაში ასე ერთი ხელის მოსმით ამდენ ადამიანს რომ დაუბრუნოთ, რა თქმა უნდა არ იქნება მისასალმებელი, პირიქით ამან შეიძლება საგზაო შემთხვევები უფრო გაზარდოს. ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, გვინდა რომ საგზაო შემთხვევები შემცირდეს ყოველწლიურად, თუმცა ერთი წლის შემდგომ ამ გადაწყვეტილებებს, რაც შეეხება გამკაცებას იმ ნაწილში, რომ არა აქვს ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ დაიბრუნო თანხის სანაცვლოდ და ის, რომ კიდე ამნისტია ემატება და ადამიანებს უბრუნდებათ მართვის მოწმობები, აი ამის შეფასებას ერთი წლის თავზე შევძლებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და რა მოგვიტანა ამან ქვეყნისთვის.